ძალიან მარტივად და ადვილად სწრაფად მინდა გაჩვენოთ ბიბლიაში რას გვეუბნება ღმერთი, ვინ არის წმინდანი და როგორ ხდება წმინდანად გახდომა. ეხლა ჩვენ საქართველოში, ჩვენთან აქ საქართველოში გავრცელებული არის ასეთი მოსაზრება, რომ აი წმინდანად ვიღაცამ უნდა შეკრაცხოს. ამ შემთხვევაში საპატრიარქოს ორგანიზაციამ მისმა სინოდმა უნდა შეკრაცხოს წმინდანად მას შემდეგ, რაც გარდაიცვლები. და ამისი კრიტერიუმები არისო, რომელ კრიტერიუმებსაც თუ დააკმაყოფილებ, შეკრაცხავენ წმინდანად, თუ კი ისინი ჩათვლიან აი ასე. და ამავე დროს არის გავრცელებული ასეთი მოსაზრება საქართველოში, რომ წმინდანი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, ვინც თავისი საქმეებით, თავისი სხვადასხვანაირი მოღვაწეობით, მარხვებით, მეტანიებით, სხვადასხვა საქმეებით მოიპოვა წმინდანობა და მეც პირადად მეც სანამ ბიბლიას წავიკითხავდი სრულად, წავიკითხავდი და გავიგებდი სინამდვილეში წმინდან რას ნიშნავს იყო წმინდანი და როგორ უნდა გახდე წმინდანი, სანამ ამას გავიგებდი, მანამდე მეც მჯეროდა საპატრიარქოს ორგანიზაციისა, ამას თავისი მიზეზები აქვს, რატომ მჯეროდა ამ ორგანიზაციისა. ჩვენ აი ასე გვასწავლიდნენ, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია ამა თუ იმ გარდაცვლილ ადამიანს რაცხავს წმინდანად, შემდგომ ქმნის მის ხატებს, მერე ამ ხატებს ყიდის, შემდგომ ჩვენ მრევლს უნდა გვეყიდა ეს ხატები და იმ ხატების წინაშე უნდა გველოცა, ხოლო ჩვენი თავი ცოდვილებად უნდა წარმოგვეჩინა ისევ. ესე იგი, ჩვენ ვრჩებოდით ცოდვაში და საპატრიარქოს ორგანიზაციის მიერ წმინდანად შერაცხულ ადამიანების სულებისთვის უნდა გვეთხოვა რაღაცა და სულებთან უნდა გველაპარაკა რა, მოკლედ აი ასე რომ ვთქვა, ასე ვთქვათ. რეალურად თუ თქვენ აქამდე ამაზე არ გიფიქრიათ, ახლა დაფიქრდით, რომ სინამდვილეში საპატრიარქოს ორგანიზაცია ასწავლის იმას, რომ აი გარდაცვლილთა სულებსო უნდა ელაპარაკოთო. და სინამდვილეში ეს არის სულთა გამომხმობელობა. რას ნიშნავს ეს, როგორც სპირიტუალიზმში არის ეს არასწორი, არაქრისტიანულია, მაგრამ საპატრიარქოს ორგანიზაცია აი ასე ასწავლის. ახლა მე თქვენ ბიბლიიდან გაჩვენებთ აი ძალიან სწრაფად, მარტივად, ადვილი ენით, როგორ არის დაწერილი ბიბლიაში, ვინ არის სინამდვილეში წმინდანი და როგორ ხდება წმინდანად გახდომა. ეს ჩვენზე არის დამოკიდებული, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სხვადასხვა მოქმედებებითა და საქმეებით მივაღწიოთ წმინდანობამდე, თუ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არამედ ამას იესო ქრისტე გვჩუქნის და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. და ვინც მივიღეთ, ჩვენ უკვე წმინდანები ვართ, ოღონდ არა ისე რომ ესე იგი ჩვენი საქმეებით დავიმსახურეთ ეს, არა. და თვითონ ამ წმინდანობასაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა და რას ნიშნავს, ესე იგი ქრისტიანი, რომელიც ქრისტეს სისხლით არის განწმენდილი, მას იგი ვალდებულია, რომ შესაფერისად მოიქცეს, როგორც ქრისტეს სწავლება გვასწავლის ჩვენ და თუ კი ადრე მრუშობდა, აღარ უნდა იმრუშოს. თუ კი ადრე მეძავი იყო, აღარ უნდა იყოს ახლა მეძავი. თუ კი ადრე მემთვრალე იყო, მაგინებელი იყო, ახლა აღარ უნდა იყოს მემთვრალე და მაგინებელი. კარგით, ახლა მე პირდაპირ ბიბლიიდან გაჩვენებთ წმინდანები ვის ეწოდება. პავლე მოციქული ვის მოიხსენიებდა წმინდანებად. ქრისტეს მოციქული პავლე ვის მოიხსენიებდა წმინდანებად, აი
ახლავე გაჩვენებთ, ისე მკაფიოდ არის დაწერილი, რომ თუ კი თქვენ აქამდე ეს ბიბლიაში ეს ადგილები არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ, ისწავლეთ ბიბლია და გაიგეთ სინამდვილეში როგორ უნდა გახდე წმინდანი. ეხლა შეხედეთ, დააკვირდით ამას, ეს არის წერილი, პირველი წერილი კორინთელთა მიმართ და რას ნიშნავს ეს, ვინც არ იცით, იმათთვის ვიტყვი. ქრისტეს მოციქულმა პავლემ ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს, უკლებლივ ყველა ქრისტიანს მისწერა ეს წერილი და წერილის დასაწყისში თავის თავს ჯერ თავის თავზე წერს, ვინ არის იგი და შემდგომ ვის მიმართავს ამ წერილით. პავლე მოციქული წერს, რომ იგი არის ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი და მასთან ერთად, პავლესთან ერთად კორინთელებს წერს სოსთენე, რომელიც ასევე ქრისტიანი ძმა იყო. პავლე და სოსთენეს წერენ ღვთის ეკლესიას, რომელიც არისო კორინთოშიო. ახლა ყურეთ, აქ ვინც არიცით, არ იფიქროთ, რომ აქ შენობა იგულისხმება, არა. ეკლესია ეწოდებოდა თვითონ ქრისტიანებს. ქრისტიანები იყვნენ ეკლესია და რაიმე რაღაცა შენობას არ ეწოდებოდა ეკლესია. ესე იგი, პავლე მოციქული და სოსთენე წერილს წერენ ღვთის ეკლესიას, ღვთის ხმობილებს, ასე ვთქვათ, ღვთის მორწმუნეებს, რომლებიც იყვნენ კორინთოში. დააკვირდით ახლა ამას, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმინდად. ყველასთან ერთად, ვინც ყველგან მათთან თუ ჩვენთან მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ. დააკვირდით ამას. პავლე მოციქული ქალაქ კორინთოში მცხოვრებ მორწმუნეებს, ღვთის მორწმუნეებს უწოდებს წმინდებს, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთო და ხმობილ წმინდათო. აქ პირდაპირ ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი ის, რომ ქრისტიანებს ეწოდებოდათ უკვე წმინდანები. ოღონდ არა ისე, რომ მათ ეს დაიმსახურეს, არა, არამედ უფალმა იესომ ისინი ცოდვისგან გამოისყიდა და წმინდანად შერაცხა. ეს არის აუცილებელი რამ, რომ თითოეულმა ქრისტიანმა იცოდეს, იმიტომ რომ თუ თქვენ თავს ქრისტიანს უწოდებთ, მაგრამ ხართ საპატრიარქოს ორგანიზაციის მრევლის წევრი, რომელიც საპატრიარქოს ორგანიზაციაც არ გასწავლით ამას, არამედ გატყუებთ და გეუბნებათ იმას, რომ თქვენ ცოდვილები ხართო და წმინდანი რომ გახდე აუცილებელია რომ იღვაწოვო და შენი ღვაწლითო ეს მოიპოვო და წმინდანობამდე ახვიდეო, ეს არის ცრუ სწავლება და ეს არის პირდაპირ ეს სატანური სწავლება არის, სატანური, ესე იგი ეშმაკისგან არის ეს აზრი დათესილი, რათა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და ქრისტესთან არ მიუშვას. ახლა მე იგივე ამ კორინთელთა მიმართ პირველ წერილში გაჩვენებთ კიდევ სხვა ადგილს, სადაც ეს ქრისტიანები, ქალაქ კორინთოში მცხოვრები ქრისტიანები მოხსენებულნი არიან წმინდანებად და როგორ გახდნენ ისინი წმინდანები, აი ამასაც აი ესეც არის დაწერილი და შემდგომ ამისა
ბიბლიის სხვა ადგილას უკვე გაჩვენებთ, როგორ ხდება ეს წმინდანად შერაცხვა და რას გვასწავლის უფალი იესო აი ამის შესახებ. გაჩვენებთ ამას, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ აი ეს შეკითხვა, რომ აი მე როგორ გავხდე წმინდანიო, ხო? რას ნიშნავსო ეს? საქმე იმაშია, რომ ის ადამიანები, ვინც საპატრიარქოს ორგანიზაციას უჯერებენ, მათთვის წარმოუდგენელი არის ახლა ის, რასაც მე ვლაპარაკობ, აი ახლა, რომ აი წმინდანი შენ უნდა გახდე, უყურთ, არა შენი საქმეებითა და შენი რაღაცა ნაღვაწით, არამედ იესო ქრისტესადმი რწმენით და იმის დაჯერებითა და იმის მიღებით, რასაც იესო ქრისტე გვასწავლის. და ამ შემთხვევაში საქართველოში ეს ოფიციალური საპატრიარქოს ორგანიზაცია ასწავლის სხვა რაღაცას და თუ საპატრიარქოს ორგანიზაციის მიმდევარი ხარ, შეიძლება შენთვის ძალიან გაუგებარი იყოს, ან რაღაცა მიუწვდომელი იყოს, ან მიუღებელი იყოს ახლა, რასაც წავიკითხავთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ შენ ან უნდა უარყო ის, რასაც უფალი იესო ქრისტე გვასწავლის და ბრმად დაუჯერო საპატრიარქოს ორგანიზაციას, ან უნდა დაუჯერო იესო ქრისტეს და საპატრიარქოს ორგანიზაციას ჩამოშორდე. იმიტომ რომ თუ საპატრიარქოს ორგანიზაციას არ ჩამოშორდები, ეს ორგანიზაცია კვლავაც განაგრძობს შენს დაკომპლექსებას იმით, რომ შენ ცოდვილი ხარ, ცუდი ხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარ. და ამავე დროს მით უმეტეს შენ თუ ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაცა კონკრეტულ ცოდვაში გააქვს ფეხი ჩადგმული, თქვათ, მრუშობ, ხო, თქვათ, მეძავებთან დადიხარ და პარალელურად დადიხარ საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდელთანაც, ხო? მიდიხარ მღვდელთან, აბარებ ახსარებას, მერე მოდიხარ ისევ მეძავთან, მიდიხარ, მერე ისევ ბრუნდები მღვდელთან, ახსარებაში ეუბნები, რომ აი ეს მეძავთან ვიყავი, და წრეზე ტრიალებ, ასე ვთქვათ. და თან შენ აი ამით აშკარად ნამდვილად შენ ცოდვაში ხარ, იმიტომ რომ მეძავთან სიარული ნამდვილად ცოდვაა და ეს მოსაწონი არ არის და არასწორია, მაგრამ შენ როდესაც ამ წრეზე ტრიალებ, ესე იგი მღვდელი, მეძავი, ხო? შენ რჩები აი ამ ცოდვაში და ამ ცოდვას თავს არ ანებებ. და ამ შემთხვევაში იესო ქრისტე გვასწავლის აი იმას, რომ როდესაც მის სწავლებას ისწავლი და ირწმუნებ, შენ უნდა ჩამოშორდე ყველა იმ ცოდვას, რასაც აქამდე მისდევდი. თუ აქამდე მეძავებთან დადიოდი, აღარ უნდა იარო. და თუ გააქვს ეს მოთხოვნილება სექსუალური, ასე ვთქვათ, აგერ ქმარი უნდა ყავდეს, ან ცოლი უნდა ყავდეს, ხო, ესე იგი, თუ ქალი ხარ, ქმარი უნდა იყოლიო, ასე ვთქვათ, თუ მამაკაცი ხარ, ცოლი უნდა იყოლიო და ამ შემთხვევაში აი ეს მოთხოვნილება, რაც ადამიანს აქვს, ხო, ღმერთი ჩვენ არ გვიგრძალავს იმას, რომ ეს მოთხოვნილება არ დავიკმაყოფილოთ, არამედ ღმერთი არიწონებს იმას, როცა ამ მოთხოვნილებას ადამიანი იკმაყოფილებს არაკანონიერი გზით და არაკანონიერი გზა არის აი ეს მრუშობა, სიძვა, ხო და სხვა დანარჩენი. ჩვეულებრივად შესაძლებელი არის, რომ ქალს ყავდეს ქმარი, მამაკაცს ყავდეს ცოლი, იყვნენ ერთად და ამაში ცუდი არაფერია.
ჩვეულებრივად ეს ღმერთისგან დაშვებულია და ამაში პრობლემა არ არის. ასე რომ, როდესაც იესო ქრისტეს სწავლებას ისწავლი, ირწმუნებ და დაუჯერებ მას, მღვდელთან კი არ უნდა იარო, არამედ მღვდელსაც უნდა ჩამოშორდე, იმ მეძავსაც და ნორმალური ქრისტიანული ცხოვრებით უნდა დაიწყო ცხოვრება. დააკვირდით ახლა ამას, ეს არის იგივე წერილი კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-6 თავიდან წავიკითხავ. აქ პავლე მოციქული ჩამოთვლის სხვადასხვა ცოდვების მიმდევრებს და ამბობს, რომ ნუ თუ არიცითო, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენო ღვთის სასუფეველსო, თავს ნუ მოიტყუებთო, ვერც მეძავნიო, ვერც კერპთმსახურნიო, ვერც მრუშნიო, ვერც მხდალნიო. აქ მხდალის ადგილას ბერძნულში დაწერილი არის მალაკოსები, დადედლებულები, ვერც მამათმავალნიო, ვერც მპარავნი, ვერც ეს მამათმავალი, ვინც არიცით, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მამაკაცი მამაკაცთან წვება სექსუალური მიზნით, ასე ვთქვათ, და ეს დაუშვებელია, არ შეიძლება. ვერც მპარავნიო, ვერც ანგარნიო, ვერც მემთვრალენიო. აიღურეთ, მემთვრალეებზეც არის აქ ლაპარაკი, რაც საქართველოში ძალიან გავრცელებულია და ჩვეულებრივ ისეთ რამედ არის მიღებული, რომ ეს ბევრი ადამიანი ამას როგორც ცოდვად ასეც კი არ აღიქონს. ვერც მემთვრალენიო, ვერც მაგინებელნიო, ვერც მტაცებელნი დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველსო. შემდგომ ამისა პავლე მოციქული მიმართავს ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს და ეუბნება მათ ასეთ რამეს, რომ ოდესღაცო ზოგიერთი თქვენგანიო ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთო, მაგრამ განიწმინდეთო, აიყურეთ, განიწმინდეთო. ყურეთ, ესე იგი, ადრე სხვადასხვა ცოდვების მიმდევრები იყავითო, მაგრამო განიბანეთო, მაგრამ განიწმინდეთო, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულითო. ზუსტად აი აქ არის მოცემული ეს, რომ ესე იგი წარსულში სანამ ეს სანამ ქრისტიანები გახდებოდნენ, მანამდე ზოგიერთი მათგანი შეიძლება მპარავიც იყო, მემთვრალეც იყო, მაგინებელიც, მტაცებელიც, მამათმავალიც, მრუშიც, მეძავიც იყო, ხო? მაგრამ განიწმინდეთო, გამართლდითო, განიბანეთო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულითო. ზუსტად აი ახლა ამ შემთხვევაში, როდესაც პავლე მოციქულმა ეს წერილი მისწერა კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს, ისინი ჯერ გარდაცვლილები არ იყვნენ, ხო ასეა. ჩვეულებრივად ეს წერილი მიიღეს მათ, წაიკითხეს და აი ახლა როგორც მე ვკითხულობ, ისინი აი მათაც აი ასე წაიკითხეს. და ისინი ჯერ გარდაცვლილები არ იყვნენ. და აქ არა ჩანს ის, პავლე მოციქული მათ არ ეუბნება იმას, რომ აი თქვენ იმოღვაწეთ, თქვენ რაღაცა საქმეები ჩაიდინეთ და თქვენი ძალებით განიწმინდეთო. არა. აქ ამბობს, რომ განიწმინდეთო, განიბანეთო და გამართლდითო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულითო. დააკვირდით ახლა ერთ რამეს, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია ადამიანებს ასწავლის იმას, რომ ჯერ ერთი ასწავლის იმას, რომ უნდა გქონდესო განსაკუთრებული ღვაწლიო, უნდა იმოღვაწეობო
და ამის შედეგადო შემდეგ როცა შენ გარდაიცვლებიო, ჩვენო შევიკრიბებითო, ჩვენი სინოდი შეიკრიბებაო, შენს საქმეებსო ჩვენ შევისწავლითო და თუ სხვადასხვა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებსო შენი საქმეებიო, ჩვენ შეიძლება შეგრაცხოთ წმინდანადო. მანამდე შენ წმინდანი ვერ იქნებიო. ხოლო პავლე მოციქული გვასწავლის სხვანაირად, ესე იგი უფლის იესო ქრისტეს მოციქული და თვითონ უფალი იესოც გვასწავლიან იმას, რომ წმინდანობას ადამიანი ვერ დაიმსახურებს და ვერც რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას შეუძლია ჩვენ წმინდანად შეგვრაცხოს. არამედ იესო ქრისტე გვჩუქნის წმინდანობას და ეხლა რას ნიშნავს ეს წმინდა, ეს გამოცალკევებულს, გამოყოფილს ნიშნავს ცოდვისგან გამოყოფილი, ესე იგი ცოდვისგან გამოსყიდული. ახლა როგორ ხდება ცოდვისგან განწმენდა და ცოდვისგან გამოსყიდვა? როგორ ხდება? ეს არის იოანეს სახარების მერვე თავის 34 მუხლიდან წავიკითხავ უფლის იესო ქრისტეს საუბარს. როდესაც იგი თავის მსმენელებს ესაუბრებოდა ამას, თავისი კონტექსტი აქვს, მაგრამ ახლა აი აქედან წავიკითხავ. მიუგო მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა, მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრობს სახლში, ესე იგი საუკუნოდ არ მკვიდრობს სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს, ასე რომ თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. აქ უფალი იესო თავის თავზე ამბობს, ძე, ესე იგი ძე ღვთისა არის იგი და თავის თავზე ამბობს, რომ თუ იგი გაგვათავისუფლებს, თუ იგი გაგათავისუფლებთო, მაშინ ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებითო, ესე იგი ცოდვას არ იქნებითო დამონებულნიო. სანამ ქრისტე გაგათავისუფლებს, მანამდე ხარ ცოდვის მონა, ხოლო როდესაც იესო ქრისტეს სწავლებას ისწავლი, ირწმუნებ და დაუჯერებ, უკვე შენ ცოდვისგან გამოსყიდული და გათავისუფლებული იქნები იესო ქრისტეს სისხლით. ეხლა მე ეს პატარა ამონარიდი წავიკითხე. ახლა თქვენ ის ადამიანები, ვინც ახლა მისმენთ, ვისაც ჯერ კიდევ ბიბლია წაკითხული არ გაქვთ, შეგიძლიათ თქვენ თვითონვე მთელი ბიბლია დაკვირვებით, ყურადღებით აიკითხოთ და თქვენ თვითონვე გაიგებთ, როგორ ხდება ცოდვისგან გამოსყიდვა. აი, როგორ უნდა გათავისუფლდეთ ცოდვისგან და როგორ უნდა გახდეთ ქრისტიანი და შესაბამისად როგორ უნდა გახდეთ წმინდანი. აი ამას თვითონ ღმერთი თავისი წმინდა წერილის მეშვეობით გვასწავლის. და ეხლა მე ერთ ადგილს გაჩვენებთ ბიბლიაში, ეს ამაზე ბევრჯერ მილაპარაკია და ახლაც ვილაპარაკებ ამაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი, სასწავლო მაგალითიც არის ეს, იმიტომ რომ ბიბლიაში არის მოცემული და შესაბამისად დღევანდელობაშიც გამოსადეგია. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაქრისტიანდა იტალიელი კაცი სახელად კორნელიუსი და როგორ გაქრისტიანდნენ მისი ნათესავები. ეს ამბავი დაწერილი არის ბიბლიაში მოციქულთა საქმეების მე-10 თავში. ახლა მე ამ თავს მთლიანად არ წავიკითხავ, მხოლოდ მინდა
გაჩვენოთ ეს, რომ ბიბლიაში მოციქულთა საქმეების მე-10 თავში დაწერილი არის ერთი კაცის სახელად კორნელიუსის გაქრისტიანების ამბავი. შეგიძლიათ ეს თქვენ თვითონვე წაიკითხოთ ამ აპლიკაციაში. ახლა ეს აპლიკაცია Play Store-დან გადმოვწერე, ასევე არის ინტერნეტში არის საიტი holybible.g, holybible.g, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, იქ წაიკითხოთ ბიბლია, ასევე შეგიძლიათ აგერ ბიბლიოთეკაში მოიძიოთ ან წიგნების მაღაზიაში, ბიბლუსში იყიდოთ, თქვათ, რატომაც არა, სხვადასხვა ობიექტებზე შეგიძლიათ მოიძიოთ ბიბლია და თუ სახლში ახლა ამჟამად თუ არა გაქვთ, შეგიძლიათ ან ბიბლიოთეკაში, ან წიგნის მაღაზიაში მოიძიოთ. ესე იგი, მოციქულთა საქმეების მე-10 თავში დაწერილი არის ამბავი იმის შესახებ, როგორ მივიდა პეტრე მოციქული კორნელიუსთან, სადაც მას კორნელიუსის სახლში დახვდა ბევრი ადამიანი, რომლებიც გამზადებულები იყვნენ, რომ პეტრეს ქადაგებისთვის მოესმინათ. და პეტრე მოციქულმა ამ ადამიანებს, კორნელიუსს და მის ახლობლებს, იესო ქრისტეს ამბავი მოუყვა, იესო ქრისტეს შესახებ ესაუბრა. და აი აქედან პეტრე მოციქულმა გახსნა ბაგენი და უთხრა მათ: ჭეშმარიტად ვწმუნდებიო, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოებაო, არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. მან მოულინა სიტყვა ისრაელის ძედ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ. ის არის ყველას უფალი. თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში გალილეიდან მოყოლებული იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე. ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმინდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას ეშმაკისგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი. ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს. ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა გამოცხადებოდა მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მან გვიბრძანა, გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად, მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სული წმინდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. აი თუ დააკვირდით რა მოხდა, პეტრე მოციქულმა სიტყვიერად უამბო ამ ადამიანებს იესო ქრისტეს ამბავი და აი ამ მისი ქადაგების მოსმენითა და დაჯერებით ეს მსმენელები გაქრისტიანდნენ. აი ეს ხდება გაქრისტიანება და წმინდანად შერაცხვა. ესე იგი, იესო ქრისტეს სწავლება აუწყა პეტრე მოციქულმა ამ ადამიანებს, კორნელიუსს და მის ახლობლებს, მათაც დაიჯერეს, ირწმუნეს, ისე რომ ხმაც არ ამოუღიათ, პეტრეს ხელიც კი არ დაუდია მათთვის, არც მირონი წაუსვია, არც მოუნათლია ისინი, არაფერი არა. გარდა იმისა, რომ მათ იესო ქრისტეს
ამბავი და იესო ქრისტეს სწავლება სიტყვიერად უქადაგა. ელაპარაკა რა, ესე იგი, იესო ქრისტეს შესახებ უთხრა მათ, ამათმაც მოусმინეს, დაიჯერეს და თვითონ იესო ქრისტემ მონათლა ისინი სულიწმინდით. ისე რომ არც ტაძარი აუშენებიათ, არც ტაძარში ყოფილან ესენი მისულები. ეს პეტრე მოციქული არც სარიტუალო მღვდელი იყო, არც პატრიარქი იყო, დააკვირდით ამას. და არც რაიმე რიტუალი ჩაუტარებია იქ. არამედ იესო ქრისტეს ამბავი უთხრა მათ და ეხლა დღევანდელობაში აი ამას რომ ვკითხულობთ, ჩვენც ხომ იგივე სიტყვებს ვკითხულობთ, რა სიტყვებიც უქადაგა პეტრე მოციქულმა ამ ადამიანებს, ხო? ეს ქადაგება დაწერილი არის დღეს ბიბლიაში და დღევანდელი მკითხველი, ვინც ამას წაიკითხავს და ირწმუნებს, ისიც გაქრისტიანდება ისევე როგორც კორნელიუსი და მისი ახლობლები გაქრისტიანდნენ. ესე იგი, თვითონ წერილით ხდება დღევანდელობაში გაქრისტიანება. წერილით და ამას ადასტურებს თვითონ ეს წერილივე და ამას აგერ იოანე მოციქული გვწერს. აქ საქმე იმაშია, რომ საქმე ხომ, ესე იგი, როგორ თქვა, დღევანდელობაში ისმის ხოლმე ასეთი შეკითხვა, რომ აი აქ გავაჩერებ და ეს იყოს აი ასე გაჩერებული და ისე ვილაპარაკებ. დღევანდელობაში ისმის ხოლმე ასეთი შეკითხვა, რომ რომელი რელიგია არის სწორი, აი რომელ რელიგიურ ორგანიზაციაში მივიდე, რომელი რელიგიური ორგანიზაცია არის სწორი, რომელი ქადაგებს სწორად და შეიძლება ადამიანმა ეს შეკითხვა დასვას, რომ აი მე მინდა რომ სწორ გზაზე ვიყო, მე მინდა რომ გადავრჩე, მე მინდა რომ ღმერთის სწავლება რაც ნამდვილი არის აი ეს ვისწავლო და აბა რომელი რელიგიური ორგანიზაცია ქადაგებს სწორად, ან რომელი ადამიანი ქადაგებს სწორად, ხო? შეიძლება ადამიანმა დასვას ეს შეკითხვა და ვთქვათ, მე შემეკითხოს. აბა, გიორგი, შენ რომ ახლა აკრიტიკებ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას, აბა სად მივიდეთ ჩვენ? სად მივიდეთ? ჩემი პასუხი ამ შემთხვევაში ის პასუხია, რა პასუხიც თვითონ ამ წმინდა წერილში არის დაწერილი და რისიც მეც მჯერა. დღევანდელობაში უფალი იესო ქრისტე არ გვეუბნება იმას, რომ იმასთან მიდი, ამასთან მიდი და იმასთან თუ არ მიხვალ, შენ ჩემთან ვერ მოხვალ, ვერ გადარჩები, არა. დღევანდელობაში უფალი გვასწავლის იმას, რომ მივიდეთ წერილთან. და სად გვასწავლის ამას, აი ამასაც გაჩვენებთ. ბიბლიიდან ძალიან კაფიო ინფორმაცია არის გადმოცემული იმის შესახებ, რომ იესო ქრისტემ ადამიანებს მოუტანა მშვიდობის სახარება, სასიხარულო ამბავი, რომელიც ეხება ცოდვისგან ადამიანის გამოსყიდვას იესო ქრისტეს სისხლით. უფალმა იესო ქრისტემ გვახარა ჩვენ აი სასიხარულო ამბავი, სახარება, რომ მან თავისი სხვერბლით, თავისი სისხლით, თავისი სიკვდილით და მკვდრებით აღდგომით ცოდვისგან გამოგვისყიდა. თვითონ მან იტვირთა ჩვენი ცოდვები თავის თავზე, ამის გამო
მოკვდა იგი და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და თავის მოციქულებს უბრძანა, რომ აი ეს სასიხარდო ამბავი ექადაგათ ადამიანებისთვის. და ამავე დროს ადამიანებისთვის ექადაგათ იესო ქრისტეს საქმეების შესახებაც. აი რა მოიმოქმედა უფალმა იესომ, ვინ არის იგი, რა სასწაულები მოახდინა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანებთან, როგორ აღადგინა მკვდრებიც კი, აგერ 4 დღის მკვდარი მარიამის და მართას ძმა ლაზარე როგორ აღადგინა მკვდრეთით და ასევე სხვა სასწაულები როგორ მოახდინა. აი ეს იესო ქრისტეს ეს საქმეებიც უნდა ეუწყებინათ ქრისტეს მოციქულებს ადამიანებისთვის და ამავე დროს ქრისტეს მოციქულებს ადამიანებისთვის უნდა ეუწყებინათ, რომ იესო ქრისტემ თავის თავზე იტვირთა კაცობრიობის ცოდვები, ხის ჯვარს მიალურსმნა, თავისი სისხლით ცოდვისგან გაგვწმინდა, მოკვდა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ყველა ადამიანი, ვინც მას ირწმუნებს, მართლაც მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით. აიღურეთ, აი აქაც მოციქულთა საქმეების მე-10 თავის 43 მუხლში აი ეს არის დაწერილი, რომ მისთვის ამოწმებს, ესე იგი იესო ქრისტესთვის ამოწმებს, იესო ქრისტესთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველიო, რომ ვისაც წამს იგიო, ესე იგი რომელი ადამიანიც იესო ქრისტეს ირწმუნებს, ის მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით. და პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდაო, რომ სული წმინდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვაო. აი აქ ჩანს, რომ ისინი სული წმინდით მოინათლნენ. ისე რომ პეტრეს არც ხელი უხლია და არც რაიმე რიტუალი ჩაუტარებია. ახლა მე გავაგზელებ წაკითხვას და ძალიან მკაფიოდ არის ბიბლიაში დაწერილი ის, რომ კორნელიუსი და მისი ახლობლები ნამდვილად განიწმინდნენ და ნამდვილად მიეტევათ ცოდვები. ჯერ ერთი რომ აქვე მკაფიოდ არის ეს მოცემული, რომ როდესაც პეტრეს მსმენელებმა პეტრეს მიერ ნაქადაგარი ქრისტეს სახარება მოისმინეს, ფაქტია რომ მათ ირწმუნეს და როდესაც უფალმა დაინახა ეს, რომ მათ ირწმუნეს, თვითონ უფალმა იესომ მონათლა ისინი სული წმინდით. მაგრამ თვითონ ეს სიტყვა განწმენდა, აი ეს მინდა წაგაკითხოთ კორნელიუსისა და მისი ახლობლების მიმართებით, რომ ისინი ნამდვილად განიწმინდნენ აი ამ ქადაგების მოსმენითა და რწმენით, რომ ირწმუნეს ეს ქადაგება. ხო, ჯერ ამას ბოლომდე დავამთავრებ და აი ამ ადგილსაც გაჩვენებთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ კორნელიუსი და მისი ახლობლები ნამდვილად განიწმინდნენ და სიტყვა განწმენდა არის გამოყენებული. წინა დაცვეთილ მორწმუნეებსო, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენო, უკვირდათო, რომ წარმართებსაც მიეფინათ სულიწმინდის ნიჭიო, რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ პეტრემ თქვა, ვინ აუკრძალავს წყლით ნათლის ღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სულიწმინდა და უბრძანა მათ ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან. ესე იგი, აქ პეტრე მოციქულმა წინა დაცვეთილების დასანახავად უბრძანა კორნელიუს და მის ახლობლებს, რომ წყლითაც მონათლილიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. ახლა მე
გაჩვენებთ იმ ადგილს, სადაც პეტრე მოციქული საუბრობს კორნელიუსზე და მის ახლობლებზე და ძალიან კაფეოდ ამბობს, რომ ისინი უკვე განწმენდილები არიან. ესე იგი, სანა პეტრე მოციქული მივიდოდა კორნელიუსთან და მის ახლობლებთან და იესო ქრისტეს სახარებას უქადაგებდა მათ, ისინი ჯერ არ იყვნენ ქრისტიანები, არ იყვნენ წმინდანები, განწმენდილები, ესე იგი, შემდგომ ამისა, როდესაც პეტრე მოციქულმა კორნელიუსს და მის ახლობლებს იესო ქრისტეს ამბავი მოუყვა, უქადაგა და მათაც ირწმუნეს, უკვე უფალმა იესომ ისინი განწმინდა და წმინდანებად გამოაცხადა, წმინდანებად შერაცხა ისინი. ესე იგი, რომელიღაცა რელიგიურ ორგანიზაციას და რომელიღაცა სინოდს კი არ შეურაცხავს ესენი წმინდანად, არამედ თვითონ იესო ქრისტემ შერაცხა წმინდანად. ახლა გადავალ მე-11 თავზე, სადაც გრძელდება ეს ისტორია და შემდგომ პეტრე მოციქულის სხვა ქადაგებასაც წაგაკითხებთ, სადაც ძალიან კაფეოდ ამბობს, რომ კორნელიუსი და მისი ახლობლები უკვე წმინდანები არიან. მოციქულებმაო და აი სხვა მოციქულებმა პეტრე მოციქულის გარდა ხო იყვნენ კიდე სხვა მოციქულებიც. ხო და იმ სხვა მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა, ესე იგი სხვა დანარჩენმა ქრისტიანებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. აქ წარმართებში მოიაზრებიან ეს კორნელიუსი და მისი ახლობლები და მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ კორნელიუსმა და მისმა ახლობლებმა, წარმართებმა, რომლებიც ებრაელები არ იყვნენ წარმოშობით, გაიგეს, რომ მათაც მიიღეს ღვთის სიტყვაო და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმშიო, წინა დაცვეთილებმა ყვედრება დაუწყესო. ესე იგი, მათ ეს არ მოეწონათ ამ წინა დაცვეთილებს. ალბათ ზოგიერთს, ახლა აქ დაკონკრეტებული არ არის, მრავლობითში არის დაწერილი, რომ როცა პეტრე ავიდა იერუსალიმშიო, წინა დაცვეთილებმა ყვედრება დაუწყესო და ეუბნებოდნენ, რომ შენო წინა დაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედიო, მათთან ერთად ჭამეო და ეს არ შეიძლებაო რა, ესე იგი, ყვედრება დაუწყეს, აი ამას ნიშნავს, რომ მათ ეს არ მოეწონათ და ყვედრებით უთხრეს, რომ წინა დაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ. ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტასში ვიხილე ხილვა, ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი ვეებატილოს მსგავსი და 4-ვე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა. ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი 4 ფეხი, მხეცები, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველები და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი პეტრე, დაკალი და ჭამე. მე კი ვთქვი, არა უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ, რაც წმინდაყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. ასე განმეორდა 3-ჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად. და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი 3 კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი. სულმა მითხრა, რომ უკოყმანოდ გავყოლოდი მათ. ეს 6 ძმა მეახლა და იმ კაცის სახლში მივედი. მან გვიამბო კორნელიუსმა გვიამბო, როგორ იხილაო სახლშიო ანგელოზიო,
რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმეს სიმონს პეტრედ წოდებულს, ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენსა და მთელი შენი სახლიც. დააკვირდით აი ამას. ესე იგი, ღვთის ანგელოსმა კორნელიუსს უთხრა, რომ პეტრე მოციქული მოვიდოდა მასთან და ეტყოდა იმ სიტყვებს, ისეთ სიტყვებს, რომელიც სიტყვებითაც ცხონდებოდა კორნელიუსიც და მისი ოჯახიც. და ჩვენ უკვე ეს წავიკითხეთ მე-10 თავში კონკრეტულად პეტრე მოციქულმა რა სიტყვები უთხრა კორნელიუსს და მის ახლობლებს. ლაპარაკი რომ დავიწყეო, უყურეთ, როცა ლაპარაკი დავიწყეო, დაელაპარაკა მათ, ესე იგი, აქ დასაწყისივე კი არ იგულისხმება, არამედ როცა დაელაპარაკა კორნელიუსს და მის ახლობლებს, როცა ლაპარაკი დაიწყო, ამის შემდეგ სული წმინდა გადმოვიდა მათზეო, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველადო. ჩვენზეო, ესე იგი, აქ პეტრე მოციქული თავის თავსაც მოიაზრებს, ხო? და ზუსტად ესე იგი, როცა ლაპარაკი დავიწყეო, სული წმინდა გადმოვიდა მათზეო, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველადო. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისაო, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმინდით მოინათლებით. აი, უყურეთ, აქ არის პეტრე მოციქულის დამოწმება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სული წმინდით მონათლა და როგორ ხდება სული წმინდით მონათლა. რომ აი, უყურეთ, პეტრე მოციქული ამბობს ამას, რომ მაშინ გამახსენდაო, ესე იგი, როდესაც პეტრე მოციქულმა იესო ქრისტეს ამბავი მოუყვა კორნელიუსს და მის ახლობლებს, მათაც მოისმინეს, ირწმუნეს და უფალმა ისინი სული წმინდით მონათლა, პეტრე მოციქულს ზუსტად მაშინ გაახსენდა უფლის ნათქვამი, რომელმაც თქვა, რომ იოანე წყლით ნათლავდა ხალხსო, თქვენ კი სულით წმინდით მოინათლებითო. აი ეს არის, აი, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ეს შეკითხვა, აი, რას ნიშნავდა თუნდაც იოანე ნათლისმცემელიც აი ამას ამბობდა, რომ მე გნათლავთ წყლითო, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალიო, ესე იგი, ქრისტე მოგნათლავთ სული წმინდითო. და შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ეს შეკითხვა, აი, როგორ ხდება სული წმინდით მონათლა. და ამ შემთხვევაში თუ ადამიანმა ბიბლიის კითხვა არ გააგრძელა და არ მივიდა აი ამ მოციქულთა საქმეების მე-10 თავზე, მე-11 თავზე და მხოლოდ ბიბლია წაიკითხა ფრაგმენტებით, რას ნიშნავს ეს, რომ შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს მხოლოდ მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე და აღარ გადავიდეს მოციქულთა საქმეებზე და მით უფრო არ წაიკითხოს წერილები რომაელთა მიმართ, გალატელთა მიმართ, კოლასელთა მიმართ და ასე შემდეგ, ბოლოს იოანეს გამოცხადება. და თუ არ წაიკითხავ, ვერც გაიგებ ეს პრაქტიკაში სად ჩანს ბიბლიაში, ბიბლიის ტექსტში სად ჩანს, როგორ ხდებოდა სულიწმინდით მონათლა. თუ ესეც არ წაიკითხე, აგერ მოციქულთა საქმეების ნაწილიც უნდა წაიკითხოს. ეგ ეს მოციქულთა საქმეები არის ბიბლიის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. შემდგომ ამისა პეტრე მოციქული ამბობს, რომ თუ კი ღმერთმაო, ისეთივე ნიჭი უბოძა მათო,
კორნელიუსს და მის ახლობლებსო, როგორც ჩვენო, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტეო, მე ვინ ვიყავიო, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთსო. ვინ ვიყავიო მეო? ეს რომ მოისმინესო, დამშვიდნენო ადიდეს ღმერთი და თქვეს. ეტყობა ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო. ახლა მე გადავალ მოციქულთა საქმეების მე-11 თავიდან გადავალ მე-15 თავზე, სადაც რომელ მე-15 თავშიც ჩაწერილი არის ამბავი იმისა, როგორ შეიკრიბნენ ქრისტეს მოციქულები და უხუცესები ქალაქ იერუსალიმში, რომ ერთი საკითხი განეხილათ, რომელიც საკითხიც ეხებოდა წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიან ძმებს. და ზუსტად აი ამ კრების დროს, ეს არის იერუსალიმის კრება, იერუსალიმში მოციქულთა და უხუცესთა კრება. და ეს ამ კრებას ესწრებოდნენ არა მხოლოდ მოციქულები და უხუცესები, არამედ სხვებიც. და აი ამის შესახებ მე-15 თავში წავიკითხავთ. და ამ კრების დროს პეტრე მოციქულმა გაიხსენა კორნელიუსის და მისი ახლობლების განწმენდის ამბავი, აი მათი წმინდანად შერაცხვის ამბავი გაიხსენა, როგორ შეირაცხნენ ისინი წმინდანებად. ესე იგი უფალმა იესომ ისინი როგორ შერაცხა წმინდანებად, როგორ გაქრისტიანდნენ აი ისინი. და მე მინდა რომ წავიკითხო ეს პეტრე მოციქულის ქადაგება, რომელიც მან კრების დროს წარმოთქვა. ეს ძალიან აუცილებელი რამ არის, იმიტომაც დაიწერა ბიბლიაში, რომ ჩვენ ეს წაგვიკითხა და აი სრული წარმოდგენა, სრული და საღი აზრი გქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება გადარჩენა, როგორ ხდება გაქრისტიანება, როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა, რომ ეს ჩვენზე არ არის და ესე იგი ჩვენს სხვადასხვა საქმეებზე, სხვადასხვა კეთილ საქმეებზე არ არის დამოკიდებული, არამედ ამას უფალი იძლევა, თუკი ჩვენ მას ვირწმუნებთ და თვითონ ეს რწმენაც უფლისგან გვეძლევა და ესეც არის მისგან მოცემული საჩუქარი. აიღურეთ მე-15 თავში ვკითხულობთ აი ასეთ რამეს, რომ ზოგი ერთნიო ჩამოვიდნენ იუდეიდანო, ვინც არიცით, ეს იუდეა იყო კონკრეტული გეოგრაფიული ადგილი იყო, სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები. როგორც დღეს არის საქართველო, ხო, ეს იყო პროვინციად იყო ქცეული რომის იმპერიაში და იუდეის ქვეყანა ეწოდებოდა მას. ზოგი ერთნიო ჩამოვიდნენ იუდეიდანო და ასწავლიდნენ ძმებსო. თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინა დაცვეთავსო, თავს ვერ იხსნითო, ვერ გადარჩებითო, თუ თქვენს მოსეს რჯულიც წესით წინა დაცვეთას არ მიიღებთო და შესაბამისად მოსეს რჯულში ჩაწერილ სხვადასხვა რიტუალებს თუ არ შეასრულებდნენ ისინი. მაგრამ აიყურეთ, როდესაც პავლეს და ბარნაბა მოციქულებს დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან. ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს. იერუსალიმში ასულნი მიიღო
მიიღო ეკლესია. მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვესო, საჭიროა წინა დაცვითონ მათაცო და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯულიო. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ. დააკვირდით ახლა ამას, ეს არის პეტრეს ის ქადაგება, რომლის შესახებაც ვამბობდი. პეტრე მოციქულმა ამ შეკრების დროს, ამ კრების დროს წარმოთქვა ეს ქადაგება და მან გაიხსენა კორნელიუსის და მისი ახლობლების გაქრისტიანების ამბავი. პეტრე ადგა და უთხრა მათ, კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. ახლა იხსენებს კორნელიუსის და მისი ახლობლების გაქრისტიანების ამბავს, რომ გულთამხილავი ღმერთიო ემოწმა მათო, რაგი მათაც ჩვენსავით მისცა სული წმინდაო. ამრიგად რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განუსხვავები ვართ ერთმანეთისგან. აიღურეთ აქ პირდაპირ იხსენებს პეტრე მოციქული კორნელიუსის და მისი ახლობლების გაქრისტიანების ამბავს და იგი იხსენებს აი ამას, რომ როდესაც სახარების სიტყვა ახარა კორნელიუს და მის ახლობლებს და მათაც მოისმინეს და იერწმუნეს, გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათო. რას ნიშნავს ეს, რომ როცა კორნელიუსმა და მის ახლობლებმა ირწმუნეს, ეს გულთამხილავმა ღმერთმა დაინახა, დაუმოწმა მათ, რომ მათ ნამდვილად ირწმუნეს და მათაცო ჩვენსავით მისცა სული წმინდაო. და ამრიგად რწმენით განწმინდა მათი გულებიო. ესე იგი, ღმერთმა კორნელიუსი და მისი ახლობლების სახარების რწმენით განწმინდა. ესე იგი, და ისინი წმინდანები გახდნენ და არაფრით განუსხვავები ვართო ერთმანეთისგანო. მაშ ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს, რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელიო, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელითო და ვერც ჩვენმა მამებმაო, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალი იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც. აი ამის გვწამსო. აიღურეთ, რომ ჩვენო წარმოშობით ებრაელი მორწმუნეებიცო და არაებრაელებიცო გადავრჩებითო უფალი იესო ქრისტეს მადლითო. ამის შემდეგ, როცა პეტრე მოციქულმა ეს ქადაგება წარმოთქვა, დადუმდა მთელი კრებული, გაჩუმდა მთელი კრებული, უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა, კაცნო, ძმანო, მომისმინეთ. სიმონმა გვიამბო აქ ვინც არიცით, სიმონი არის იგივე პეტრეს ერქვა სიმონიც, ასევე პეტრეს სახელი არის კეფაც ბიბლიაში. პეტრე მოციქული მოხსენებული არის პეტრედაც, სიმონადაც, სიმონია აი ამ სახელით და ასევე სახელით, რომელიც არის კეფა.
სიმონმა გვიამბობო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით. მოდით ახლა ამასაც დავაკვირდეთ. იაკობი ამბობს აი ამას, რომ ესე იგი პეტრე მოციქულმა, როდესაც კორნელიუსის ამბავი უამბო მათ, ამაზე ამბობს, რომ ღმერთმაო მოიხილაო წარმართნიო, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელითო. აქ პირდაპირ ჩანს, რომ ღმერთმა კორნელიუსი და მისი ახლობლები, რომლებაც ახარება ირწმუნეს, შემოიკრიბა ისინი. ნუღლეთ, შემოიკრიბა. დღევანდელობაშიც, აი დღეს 21 საუკუნეში ვართ და ადამიანმა შეიძლება იკითხოს, აი როგორ მივიდე ღმერთთან, ხო? როგორ მივიდე ღმერთთან. აი ასე. ბიბლიას გადაფურცლავ, წაიკითხავ იესო ქრისტეს სახარებას, იესო ქრისტეს სწავლებას წაიკითხავ, ირწმუნებ, დაუჯერებ და აი ამით ხარ უკვე შენ ღმერთისგან შემოკრებილი და ღმერთთან მისული. აი ასე, ესე იგი, იესო ქრისტესადმი რწმენით ხდება გაქრისტიანებაც და ღმერთის მოსაწონად ყოფნაც. ახლა მე აქ წაკითხვას აღარ გავაგრძელებ. ახლა ერთი რამ მინდა გითხრათ. არის ხოლმე ასეთი მოთქმები, რომ როდესაც პირველ საუკუნეში ქრისტემ და მისმა მოციქულებმა იქადაგეს და სხვადასხვა ადამიანები გაქრისტიანდნენ, დაარსდა ეს ეკლესიები, ხო? სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა მორწმუნეებმა, რომლებაც ქრისტეს ირწმუნეს, მათ ეწოდათ ღვთის ეკლესიები. თვითონ მორწმუნეებს ეწოდებოდათ ღვთის ეკლესიები და ამავე დროს იყვნენ იქ სხვადასხვა პიროვნებები, რომლებიც არ იყვნენ ასე ვთქვათ ჯგუფად, არამედ ინდივიდები იყვნენ და ირწმუნეს უფალი და მაინც და მაინც ქრისტეს სწავლება არ მოითხოვს იმას, რომ აუცილებლად ყველა ქრისტიანი ერთ კონკრეტულ ადგილას უნდა იკრიბებოდეს კვირაში ერთხელ ან რამდენჯერმეო. ამას უფალი ჩვენ არ გვასწავლის. რომ ესე იგი თუ სადღაც ამ და ამ ჯგუფთან არ მიხვალ და არ შეიკრიბები მათთან ერთად, შენ ვერ გადარჩებია. ამას უფალი ჩვენ არ გვასწავლის. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ აი ასეთ რამეს, რომ როდესაც ესე იგი პირველ საუკუნეშიო ქრისტეს მოციქულებმა ადამიანებს სახარება უკადაგესო, ისინიც რომ გაქრისტიანდნენო და ისინიო ხომ არ გაქრებოდნენო, კაცო, დღევანდლამდეო ხომ მოვიდოდნენო და აბა დღესო რომელიაო ის ნამდვილი ეკლესიაო, რომელთანაც უნდა მივიდეთო და თუ მასთან არ მივალთ, ჩვენ ქრისტიანები ვერ ვიქნებით და ვერ გადავრჩებითო. ამიტომ უნდა მოვძებნოთ აი მათი შთამომავლებიო, რა მათი გამგრძელებლებიო. ამავე დროს არის კიდევ ასეთი მოსაზრება, რომ რა სულიწმინდამ მიატოვა ქრისტიანები და ეხლა ბიბლიას რომ წაიკითხავ და ირწმუნებ, შენთან მოვა სულიწმინდაო და მანამდე მიტოვებული ყავდაო ადამიანებიო. აი ესეც არის ერთ-ერთი მოსაზრება, რაც ასე თუ ისე გავრცელებული არის ადამიანებში. ზოგ ადამიანში მაინც. ესე იგი, შეიძლება ადამიანმა დასვას ასეთი შეკითხვა. პირველი საუკუნიდან მოყოლებული ის ქრისტიანები, რომლებიც პირველ საუკუნეში იყვნენ, დღევანდლამდე მოვიდნენ, არ მოვიდნენ, ვინმემ გააგრძელა მათი საქმიანობა თუ რა შეიძლება ამას ეწოდოს, ესე იგი, ეს ასე ვთქვათ, აი ჯაჭვი დღევანდლამდე მოვიდა თუ არ მოვიდა.
შეიძლება ადამიანმა აი ასეთი შეკითხვა დასვას. და ამ შემთხვევაში დღეს საპატრიარქოს ორგანიზაცია, ასევე კათოლიკური ორგანიზაციაც არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ აი ჩვენო ქრისტეს მოციქულებიდანო დღევანდლამდეო უწყვეტი ხელდასხმის ჯაჭვით მოვედითო და ამიტომ აუცილებელი არის ჩვენი წევრი იყოთო, თორემ ვერ გადარჩებითო, ვერ გაქრისტიანდებითო, თორემ იქნებითო სექტანტიო, რაღაცაო, რაღაც ესეთი ვერ ცხონდებითო, ღვთის გარეთ იქნებითო, კიდობანში ვერ აღმოჩნდებითო, იმიტომ რომ კიდობანიო ეს არისო თვითონ კიდობანიო ჩვენ ვართო და უჩვენოთო თქვენ დაიღუპებითო. არის ასეთი მოსაზრებები დღევანდელობაში ეს საპატრიარქოს ორგანიზაციაც ამ პროპაგანდას ავრცელებს. ეს არის ტყუილი სიცრუეა ეს, მე როდესაც ეს გავიგე, ჩემივე ნებით საპატრიარქოს ორგანიზაციას ჩამოვშორდი და არც თქვენ შეგეშინდეთ იმისა, რომ რაღაცა არ გამკვეთონ და რაღაცა. არ გამკვეთონ კი არა, თქვენ თვითონ უნდა განიკვეთოთ ეს ორგანიზაცია და თქვენ თვითონ უნდა ჩამოშორდეთ ამ ორგანიზაციას და ქრისტესთან უნდა მიხვიდეთ, იესო ქრისტესთან უნდა მიხვიდეთ მისივე წერილის მეშვეობით, მისივე წერილით. წერილში უნდა წაიკითხოთ, როგორ ხდება იესო ქრისტესთან მისვლა და რას ნიშნავს ეს ახლა მისვლაში არ იგულისხმება ის, რომ ახლა სადღაც ქრისტე იყოს და მიხვიდე ხელი ჩამოართვა და შენთანავარო უთხრა. ასე არ არის, არა, აქ ქრისტესთან მისვლაში იგულისხმება იესო ქრისტეს სწავლების მიღება, დაჯერება და ამას თვითონ უფალი გვასწავლის. ახლა დღევანდელობაში როგორ ხდება იესო ქრისტესთან ზიარება? როგორ ხდება, რომ ესე იგი თქვენ ამაზე სწორი ინფორმაცია გქონდეთ, რომ შიშებში არ იყოთ, რომ ახლა არ გეშინოდეთ იმისა, რომ თუ საპატრიარქოს ორგანიზაციას ან რომელიმე სხვა ცრუ რელიგიურ ორგანიზაციას ჩამოშორდებით, თქვენ არ გქონდეთ იმისი შიშები, რომ ან რაღაცა სექტაში ხართ, ან რაღაცა ვერ გადარჩებით, ქრისტიანი არა ხართ და რაღაცა. ესე იგი ეს ყოველგვარი შიშები რომ მოგშორდეთ, თქვენ თვითონ უნდა მოусმინოთ ღმერთის წმინდა წერილს, რათა თვითონ უფალმა იესო ქრისტემ დაგამშვიდოთ, დაგაწყნაროთ. გითხრათ, რომ ნუ გეშინია, დაწყნარდი, დამშვიდდი, ხო ესე იგი უნდა დაამშვიდდე, დაწყნარდე და ენდო უფლის იესო ქრისტეს სიტყვებს, მის სწავლებას, რაც მისსავე წმინდა ბიბლიაში არის დაწერილი. ბიბლიიდან უფალი ჩვენ გვასწავლისა იმას, რომ მართალია ის, რომ უფლის მოციქულებმა პირველ საუკუნეში მცხოვრებ სხვადასხვა ადამიანებს ქრისტეს სახარება უქადაგეს. მართლაც ზოგი ადამიანი გაქრისტიანდა, ირწმუნეს უფლისა. მართალია ეს, კი ბატონო. მაგრამ აქ ქრისტეს მოციქულები აქ არ გაჩერებულან, ესე იგი ისინი არ შემოფარგლულან სიტყვიერი ასეთი ლაპარაკით, ასე ვთქვათ, რომ მხოლოდ თავისი ენით არ უქადაგებდნენ იმდროინდელ ადამიანებს. არამედ უფალმა თავის მოციქულებს წერილობით დააწერინა მისი სწავლება და ამ წერილობით დაწერის მიზანიც ჩააწერინა იოანე მოციქულს. წერილობით დააწერინა უკვე სხვა მომდევნო თაობების ადამიანებისათვის, ესე იგი, ვინც შემდგომ დაიბადებოდნენ და მათ შორის ჩვენთვისაც, ესე იგი, დღეს 21 საუკუნეში მცხოვრები ადამიანებისთვის უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებს წერილობით დააწერინა თავისი სწავლება, რათა
ჩვენ ქრისტეს თუ შეიძლება ასე ვთქვა, ქრისტეს მოციქულთა დანატოვარი, ასე ვთქვათ, თვითონ უფლის იესო ქრისტეს და მისი მოციქულების დანატოვარი არის თვითონ ეს წმინდა წერილი, სადაც დამოწმებული არის იესო ქრისტეს შესახებ, ვინ არის იგი, რა მოიმოქმედა მან და რას გვასწავლის იგი. ეს არის იოანეს სახარების მე-20 თავი და პირდაპირ იოანე მოციქული მკითხველებს, ჩვენ ბიბლიის მკითხველებს მოგმართავს თვითონ ამ წერილის დაწერის მიზანზე გვესაუბრება იგი. აიღურეთ, ჩამოვალ ახლა სულ დაბლა. იოანეს სახარების მე-20 თავის 31 მუხლში ვკითხულობ. აი აქედან 21 მუხლიდან წავიკითხავ, რომ იოანე მოციქული გვწერს ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. ზუსტად, აი აქ, ზუსტად იოანე მოციქული გვიმხელს ჩვენ ამ წერილის დაწერის მიზანს, რომ ეს უფალმა იმიტომ დააწერინა მას, რომ დღეს ჩვენ ეს აწაგვიკითხა, აქედან გვერწმუნა უფლისა და ამის შედეგად ჩვენ გვექნება სიცოცხლე იესო ქრისტეს სახელით. ესე იგი, ჩვენ რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციაში არ უნდა მივიდეთ, რომელიც იბრალებს, რომ აი ჩვენ ხელდასხმითო მოციქულების დროიდან მოვდივართო, ჯერ ერთი იმ ხელდასხმას ჰქონდა თავისი მნიშვნელობა, ის გასაქრისტიანებლად არ იყო, ასე ვთქვათ, ეს სხვადასხვა ზედამხედველებს, იგივე ეპისკოპოსებს, რომ ასხავდნენ ხოლმე ხელს, ის არ იყო გასაქრისტიანებელი. რომ აი და ქრისტეს მოციქულებს არ უთქვამთ ის, რომ ეს ხელდასხმის ჯაჭვიო უნდა გაგრძელდესო ისე, რომ მომავალ საუკუნეებშიც, ვინც ესე იგი თუ ხელდასხმულთა, ასე ვთქვათ, ჯგუფში არ მივაო, ის ვერ გაქრისტიანდებაო. ეს ქრისტეს მოციქულებს არ უთქვამთ. იმ ხელდასხმას ჰქონდა თავისი მიზანი და ის მიზანი არ იყო ის, რაც დღეს არის საპატრიარქოს ორგანიზაციაში. უფალი იესო ქრისტე თავის სწავლებას, თავის სიტყვებს მეტაფორულად უწოდებდა წყალსაც, ესე იგი წყალთან ადარებდა და აი აქ სამარიელ ქალთან საუბრისას უფალმა იესომ უთხრა მას ასეთი რამ, რომ ვინც ამ წყალს დალევსო, კვლავ მოსწყურდება, აქ მიუთითებდა ჭის წყალზე და მოდით ცოტა წინიდან წავიკითხავ. აი აქედან. ხოლო როცა უფალმა გაიგო ფარისევლებმა შეიტყვეს, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეს იძენს და ნათელს ცემს, ვიდრე იოანეო, თუმცა თვით იესო არ სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები. თუმცა თვით იესო როდის სცემდა, ეს სიტყვა როდი შეიძლება ზოგმა ადამიანმა არ იცოდეს რას ნიშნავს. ეს არის უარყოფის სიტყვა და თუმცა თვით იესო არ სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები. მიატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა,
ხოლო გზად სამარიაზე უნდა გაევლო. მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად იაკობმა რომ უბოძა იოსებს თავის ძეს. იქ იყო ჭა იაკობისა. გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა, იქნებოდა ასე 6 საათი. მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო. ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქში წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად და უთხრა მას სამარიელმა ქალმა, როგორ შენ იუდეველი წყალს ამთხოვ მე სამარიელ ქალს, ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან. მიუგო იესომ და უთხრა მას, რომ იცოდე ღვთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ. ქალმა უთხრა, ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმა, მაშ ვინ მოგცა ცოცხალი წყალი? ნუ თუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც და მისი ცენიც და მისი საქონელიც? მიუგო იესომ და უთხრა მას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება, მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა საუკუნო სიცოცხლედ, რომ იდინებს მასში. აი აქ უფალი თავის სიტყვას, თავის სწავლებას ეძახის სიცოცხლის წყალს. საუკუნო სიცოცხლის წყალს. უთხრა მას ქალმა, ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ. აქ ჩანს ის, რომ ამ ქალს ბოლომდე ჯერ აი ამ დროს ვერ ესმოდა იესოს საუბარი, მაგრამ ვინაიდან თქვა მისი ეს ქადაგება, ასე ვთქვათ, დაიჯერა მაინც და მას პირდაპირ მნიშვნელობით ესმოდა, რომ ესე იგი უფალს ჰქონდა ისეთი წყალი, რომელსაც თუ დალევდა, მართლაც მას ფიზიკურად აღარ მოსწყურდებოდა. მაგრამ მოდი ახლა გავაგრძელოთ წაკითხვა, რათა გავიგოთ, რომ აქ ჩვეულებრივ ესე იგი ფიზიკურ წყალზე საუბარი არ არის. უთხრა მას ქალმა, რომ ბატონო, მომეცი ეგ წყალიო, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქო. უთხრა მას იესომ, წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდიო. რატო ეუბნება აი ამ საით, წადიო ქმარს დაუძახეო, ესე იგი, სანამ ამ სიცოცხლის წყალს მისცემდა, ესე იგი, სანამ ამ სახარების სიტყვას უქადაგებდა ამ ქალს, მანამდე ეუბნება, რომ წადიო, დაუძახეო შენს ქმარსო და მოდი აქო. მიუგო ქალმა და თქვა, ქმარი არ ამყავსო. იესომ უთხრა, მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო, ვინაიდან 5 ქმარი გყავდა და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი, ეგ მართალი თქვი. ხლა რას ნიშნავს ეს? ესე იგი, როგორც ჩანს, ამ ქალს ჰქონდა მამაკაცთან ურთიერთობა, რომელიც მისი ქმარი არ იყო და ფაქტიურად ეს ქალი ცოდვაში, ესე იგი, ამ ცოდვას ჩადიოდა, ხო? და უფალმა ეს იმიტომ უთხრა, წადიო, შენ ქმარს დაუძახეო, რომ ამ ქალს თავისი პირით ეღიარებინა თავისი ცოდვილობა, ხო, ასე ვთქვათ, აი, თავისი ცოდვა ეღიარებინა. და
ეღიარებინა რომ ეს სწორი არ იყო, ხო? მოენანიებინა, ასე ვთქვათ და შემდგომ ამისა უკვე იესო ქრისტეს სახარება მიეღო და ერწმუნა. ამის მსგავსი რამ იყო, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ადამიანებს უქადაგებდა მონანიებას, მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ცათა სასუფეველიო. და იოანე ნათლისმცემელს ადამიანები უნდა მოემზადებინა იესო ქრისტესთან შესახვედრად. ესე იგი, იესო ქრისტეს სახარების მიღებას წინ უსწრებდა საკუთარი ცოდვილობის აღიარება და მონანიება. და შემდგომ უკვე იესო ქრისტეს მიღება, იესო ქრისტეს რწმენა, რომ იესო ქრისტე ცოდვისგან გამოგვისყიდა. და ამით ხდება იესო ქრისტესადმი რწმენით იწმინდება ადამიანი. და აი აქაც უფალმა, როგორც ჩანს, აი ეს ესე იგი ჯერ ქალს უთხრა რომ ქმარი მოიყვანეო, და უფალმა ხო იცოდა რომ ის მისი ქმარი არის ხო და აქ პირდაპირ არ უთქვია ის რომ აი ჯერ ის აღიარეო რომ შენ არასწორად ხარო იმ ვიღაცა კაცთან, ასე ვთქვათ და ჩხუბი და რაღაცა აქ უფალს მისთვის არ დაუწყია რომ აი შეცოდვილო და რაღაცა რას ასე ვთქვათ აი უფალმა ძალიან ისე ცოტა სხვა კუთხით მოუარა რა რომ აი წადიო შენ ქმარს თავუძახეო და იმისათვის რომ თვითონ ეს ქალი მიმხვდარიყო, ასე ვთქვათ, ანუ მიმხვდარიყო თუ აი დაფიქრებულიყო ამაზე და ეღიარებინა რომ იგი ცუდ საქციელს ჩადიოდა, როცა ისეთ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც მისი ქმარი არ იყო და აუცილებელი იყო ამ საქციელის მიტოვება. მიუგო ქალმა და თქვა, რომ ქმარი არ ამყავსო. იესომ უთხრა, მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო. ვინაიდან 5 ქმარი გყავდა და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარიო. ეგ მართალი თქვიო. მეღურეთ, მართალი თქვი, აი ამაში უფალმა გაამართლა ეს ქალი. და მოუწონა მას სიმართლის აღიარება. უთხრა მას ხო, ახლა უყურეთ. ამის შემდეგ ამ ქალმა უთხრა უფალს. უფალო, აქ როგორც ჩანს ეს სიტყვა უფალო გამოყენებულია უფრო ძველ ქართული მოტივით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძველ ქართულად უფალს ეძახდნენ ჩვეულებრივ ადამიანებსაც, აი ვინც იყო ბატონი, ასე ვთქვათ. და ახალ ქართულად რომ დავწეროთ ბატონო, ეს უფრო გასაგები იქნება, იმიტომ რომ შეიძლება დღევანდელმა მკითხველმა ვერ გაიგოს და ეგონოს რომ ამ ქალმა უკვე იცოდა რომ იესო იყო უფალი, ღმერთი, უკვე იცოდა. და საიდან იცოდაო? შეიძლება ეს კითხვაც გაუჩნდეს ადამიანს. იმიტომ რომ ჯერ აქ იესოს ჯერ ისეთი არაფერი უთქვამს, რითაც ეს ქალი მიხვდებოდა რომ იესო იყო ღმერთი, ხო? მას რაღაცომ უწოდებსო უფალსო. ესე იგი აქ ძველ ქართული სიტყვა, ძველ ქართული შესატყვისი არის გამოყენებული, რომელიც ახალ ქართულში ნიშნავს უკვე ბატონს და აიქ ჩვეულებრივ ისეთ მიმართვის ფორმას იყენებს ის ქალი, რა მიმართვის ფორმას იქაურ სოციუმში იყო მიღებული და ადამიანები ერთმანეთს ხშირად მიმართავდნენ ბატონოთი. და ქართულ ძველ ლიტერატურაში ჩვეულებრივად სხვადასხვა ადამიანები ამ სიტყვით
უფალოთი არიან მოხსენიებულნი. ესე იგი, ქართულ ენაში სიტყვა უფალი არ არის მხოლოდ ღმერთის მიმართ გამოყენებული. და აი აქაც ეს ქალი ეუბნება იესოს, რომ ბატონო, ხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარო. ესე იგი, როდესაც უფალმა უთხრა ამ ქალს, რომ 5 ქმარი ყავდაო და ახლა ვინც ყავს ეს არ არის შენი ქმარიო, ეს ქალი მიხვდა, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არ ესაუბრებოდა და უთხრა მას, რომ ხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარო და ახლა უნდა დაუსვას შეკითხვა. ჩვენი მამებიო ამ მთაზე სცემდნენ თაყვანსო. ესე იგი, აქ რომელიღაცა მთას მიუთითებს ეს ქალი და ეუბნება, რომ ჩვენი მამებიო ამ მთაზე სცემდნენო თაყვანსო ღმერთსო. თქვენ კი ამბობთო, თქვენო იუდეველებიო, ესე იგი, თქვენ კი ამბობთო, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა. ხოლო იესომ მიუგო ამ ქალს, მერწმუნე ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში სცემთ თაყვანს მამას. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს. რადგანაც ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის, მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანის მცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანის მცემლებს ეძებს. ღმერთი სულია და მისი თაყვანის მცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. ქალმა უთხრა, ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე და როცა მოვა ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ. მიუგო მას იესომ, მე ვარ შენთან მოლაპარაკე. აი აქ პირდაპირ უფალმა იესომ ამ ქალს უთხრა, რომ მე ვარ ქრისტეო, მე ვარ შენთან მოლაპარაკეო. აი აქ უფალი ამბობს, საუბრობს იერუსალემის ტაძარზე, სადაც რომელ ადგილზეც იუდეველები ღმერთს სცემდნენ თაყვანს. ეს იყო მსოფლიოში ერთადერთი ტაძარი და სხვაგან არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ ტაძარი აეშენებინათ. და ამ შემთხვევაში უკვე უფალი იესო ეუბნებოდა იმ ქალს, რომ მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანის მცემლები თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებითო. მანამდე უთხრა, რომ მერწმუნე ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამასო. არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში სცემთ თაყვანს მამასო. მიუხედავად აი ამისა, რომ უფალმა ეს ძალიან მკაფიოდ თქვა და აგერ ბიბლიაშიც არის მოცემული, დღეს საპატრიარქოს ორგანიზაცია ადამიანებს ატყუებს იმით, რომ აი ტაძარში უნდა მოხვიდეთო, ჩვენს ტაძარშიო და აქ უნდა სცეთო თაყვანიო ღმერთსო, რაც შეცდომაა და ეს უფლის იესო ქრისტეს სწავლება არ არის. ჩამოვალ ახლა აქ უფალი იესო ქრისტე განუმარტავს სამარიელ ქალს, ღმერთი ვინ არის. ღმერთი არისო სულიო და მისი თაყვანის მცემლებიცო სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანსო და არა ფიზიკურად სადმე რაიმე ადგილასო. ესე იგი, ფიზიკურად თაყვანისცემის ჟესტები, ხო, ესე რომ იჩოქებდა ადამიანი და თავს რომ მიწაზე ადებდა, ასეთი თაყვანისცემა გაუქმდა და ფიზიკურად ღმერთს არ უნდა ვცეთ თაყვანი, არამედ აგერ სულითა და ჭეშმარიტებით უნდა ვცეთო.
ვცეთ თაყვანი ღმერთს. შემდგომ ამისა ქალმა უთხრა, რომ ხო ეს ქრისტე მოდისო, მე იესომ უთხრა, რომ მე ვარო შენთან მოლაპარაკეო. ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არც ერთს უთქვამს მისთვის, რომ რას ეძებო ან რას ელაპარაკებიო. ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა, მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია, ქრისტე ხომ არ არისო იგიო. გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან, ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს, რაბი, მოძღვარო, ჭამეო. იესომ კი მიუგო მათ, მე მაქვს საჭმელიო, რომელიც თქვენ არ იცითო. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს, ვინმე ხომ არ მოართვა საჭმელი? უთხრა მათ, ჩემი საჭმელი ის არის, რომ უყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. განა თქვენ არ ამბობთ, 4 თვეც კიდევ და მოიწევა მკაო. აჰა, მეგეუბნებით, აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულა სამკალად. აქ უფალი იესო მეტაფორას იყენებს, ყანის შედარებას, ასე ვთქვათ, მეტაფორას, რომ ადამიანები არიან ის ყანები, რომლებიც მზად არიან მოსამკელად და მომკელიო საზღაურს იღებსო და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალსო. რათა ერთად ხარობდნენ თესველიცა და მომკელიც. ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა, ერთი თესავს და მეორე მკისო. მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ, სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში. და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო. ამიტომაც, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო და 2 დღე დარჩა იქ. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო. ქალს კი ეუბნებოდნენ, შენი სიტყვებით როდი გაგვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთო და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა ქრისტეო. ესე იგი, ის ცოცხალი წყალი, რომელზეც უფალი იესო ლაპარაკობს, არის სახარების სიტყვა, იესო ქრისტეს სწავლება, რომელსაც თვითონ უფალი იესო ასწავლიდა ადამიანებს და შემდგომ მოციქულებსაც იგივე რამ უთხრა და უბრძანა, რომ ეს სახარება ეუწყებინათ სხვადასხვა ადამიანებისთვის, ყველა ადამიანისთვის. და შემდგომ ამისა ეს სახარება ჩაიწერა ბიბლიაში, რაც დღევანდელი ადამიანებისთვის არის, რომ დღეს უკვე ჩვენ როგორ ვთქვა, ხო, ღმერთი არ გვეუბნება იმას, რომ ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში ან ამა თუ იმ ჯგუფში მიდი და იქიდან ისმინე ჩემი სიტყვები და ასე გადარჩებიო, არა. არამედ უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებს უბრძანა ადამიანებისთვის სახარების ქადაგება და ამავე დროს უბრძანა წერილობით დაწერა, რათა მოციქულებიდან ჩვენამდე იესო ქრისტეს სწავლება მოსულიყო წერილობით. და როდესაც მე ამ წერილს ვკითხულობ, მე პირდაპირ ქრისტეს მოციქულებიდან ვიღებ აი ამას. აი ეს არის ქრისტეს და მისი მოციქულებისგან გადმოცემული. და მე ამას, როდესაც ვკითხულობ და მწამს, მეც ვარ ისეთივე ქრისტიანი, როგორებიც იყვნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები სხვადასხვა ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქალაქებში, ქალაქ
კორინთოში, ეფესოში და სხვადასხვა ადგილებში. მოდით ახლა წავიკითხავ იოანეს სახარების მე-14 თავის 21 მუხლიდან, სადაც უფალი ამბობს, რომ ვისაც აქვსო ჩემი მცნებანიო და იცავსო მათო. უყურეთ, ვისაც აქვს ჩემი მცნებანიო და იცავს მათო. ქრისტეს მცნებანი კი აგერ ბიბლიაში არის დაწერილი. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამა ჩემი. მეც შევიყვარებ და ჩემ თავს გამოვუცხადებ მას. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტელმა. უფალო, რა არის რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას? მიუგო იესომ და უთხრა მას, ვისაც ვუყვარვარ დაიცავს ჩემს სიტყვას და მამა ჩემი შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიბანებთ. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს, ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. თქვენთან მყოფმა გითხარით ესო. აი ყურეთ, ვისაც ვუყვარვარ, ესე იგი იესო ქრისტესადმი სიყვარული მტკიცდება იმაში, რომ დაიცავ მის სიტყვას. ესე იგი მისი სიტყვა, მისი სწავლება უნდა დაიჯერო, ირწმუნო და დაიცვა. და ვისაც ვუყვარვარო, დაიცავს ჩემს სიტყვას და მამა ჩემით შეიყვარებს მასო, ჩვენც მივალთ და მასთან დავიბანებთო. აი ეს ჩვენც მივალთ და მასთან დავიბანებთო გამოჩნდა კორნელიუსის და მისი ახლობლების მაგალითზე, როდესაც მათ პეტრე მოციქულისგან იესო ქრისტეს სიტყვები მოისმინეს და ირწმუნეს, თვითონ უფლის სული გადმოვიდა მათზე და უფალი იესო ქრისტე დამკვიდრდა მათში თავისი სულიწმინდით. და მასში დავიბანებთო, აი აქ ჩანს, რომ აგერ კორნელიუსში და მის ახლობლებში ქრისტემ დაივანა და არა მხოლოდ კორნელიუსში და მის ახლობლებში, არამედ ნებისმიერ მორწმუნეში ივანებს უფალი, ვინც რომელმა მორწმუნემაც იესო ქრისტესი ირწმუნა და უჯერებს მას. ვისაც არ ვუყვარვარო, დააკვირდით აი ამასაც, ვისაც არ ვუყვარვარო, არ იცავს ჩემს სიტყვებსო. ესე იგი, ქრისტესადმი სიყვარული მტკიცდება იმაში, შენ რომ იცავ მის სიტყვებს და თუ მის სიტყვებს არ იცავ და მის სწავლებას არ მიხვევი, მაგრამ მიუხედავად ამისა ამბობ, რომ მე ქრისტიანი ვარო და შეიძლება თქვა რაიმე ბავშვობაში მომნათლესო, ნათელ მირნობა მაკავშირებსო ამასა და ამასთანო, ეს მყავსო, ეს ნათლიაო, მე უკვე ქრისტიანი ვარო, მაგრამ თუ შენ ქრისტეს სწავლება არ იცი, შენ ქრისტიანი არ ახარ და შენ თავს უნდა დაუსვა შეკითხვა, გიყვარს თუ არა იესო ქრისტე, ხოლო თუ იტყვი რომ მიყვარსო, მაშინ მისი სწავლებაც უნდა იცოდე და თუ აღმოაჩენ იმას, რომ მისი სწავლება არ იცი, ესე იგი შენ უფალს არც იცნობ და რა აზრი აქვს აი ასეთ მორწმუნეობას, რომ რაღაც ესე იგი ამბობდე, რომ მე მორწმუნე ვარო და ამ დროს არ იცოდე ვის იქცამს, ან რის იქცამს, ვის იქცამს, რისი რა ქცამს, ხო? საიდან გაქვს ეს რწმენა, საიდან გაქვს ესე იგი ბავშვობაში მოგნათლეს და მშობლები გელაპარაკებოდნენ ამაზე და ეს არის თუ ღმერთის წერილიდან გაქვს რწმენა, ეს საიდან გაქვს, აი რაზე დაყრდნობით ამბობ, რომ შენ ხარ მორწმუნე. აი აქ უფალი ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ვისაც არ ვუყვარვარო, ჩემს მცნებებსო, ჩემს სიტყვებსო არ იცავსო. ესე იგი, თუ ქრისტეს სწავლება არ იცი და არც იცავ,
არც იღებ და არც უჯერებ, შენ ქრისტე არც გიყვარს, არც იცნობ მას. და თუ იტყვი რომ ქრისტიანი ვარო, იმიტომ რომ ბავშვობაში მომნათლესო, შენ ხარ მოტყუებული ადამიანი. ქრისტიანი არა ხარ, შენ ხარ მოტყუებული, გატყუებდნენ ალბათ შეუგნებლად, ეხლა ალბათ მშობლების უმრავლესობა შეუგნებლად, ესე ვერ ვივარაუდებ ყველა მშობელზე, მაგრამ სავარაუდოა, რომ ზოგი მშობელი შეუგნებლად ატყუებს თავის შვილს, რომ აი შვილო, შენ მოგნათლეთ, ქრისტიანი ხარ, ნათლია გყავს. ხო, თუ ქრისტეს სწავლებას არ იცნობ, შენ ქრისტეს არ იცნობ და არც გიყვარს იგი. აიყურეთ, ეს არის იოანე მოციქულის მეორე წერილი, ერთთავიანია ეს წერილი და მეორე მუხლიდან წავიკითხავ აქ იოანე მოციქული ქრისტიანებს მიმართავს. თავს გაუფრთხილდითო, რათა არ დაკარგუთო ის ორისთვისაც იღვწოდითო, არამედ მივიხოთ სრული საზღაურიო. და შემდგომ ამისა იოანე მოციქული შეხედეთ რას წერს მე-9 მუხლში. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებასო და არ მკვიდრობს მასშიო, არ ჰყავს ღმერთიო. ხედავთ, ესე იგი შენ თუ ქრისტეს მოძღვრებას დაშორებული ხარ და არც იცი ქრისტემ რა იქადაგა და რას გვიქადაგებს, თუ საერთოდ არ იცი ეს რა სასიხარლო ამბავი მოგვიტანა ადამიანებს და კიდევ ზოგადად, ესე იგი რას გვიქადაგებს იგი, ხო? არ გეყოლება ღმერთი. ესე იგი შენ იქნები უღმერთო, მაგრამ შეიძლება თქვა რომ აი მე ქრისტიანი ვარო და ამ დროს ღმერთს არ იცნობდე. ვინც შორდებაო ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასშიო, არ ჰყავს ღმერთიო, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაც ჰყავს და ძეცო. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრებაო, ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ, რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება. ჯერ მინიმუმ ამაზე მაინც უნდა დაფიქრდეს ადამიანი, აბა ქრისტეს სწავლებიდან რისი გახსენება შეუძლია, თუ კი აქვს მას წაკითხული. რა იცის, ხო? დღევანდელი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში საპატრიარქოს ორგანიზაცია, მთელი თავისი ბერ-მონაზვნებითა და მთელი თავისი ორგანიზაციით, ეს ორგანიზაცია, საპატრიარქოს ორგანიზაცია, ქრისტეს სწავლებას მისდევს თუ არ მისდევს. ბიბლიიდან ჩანს, რომ ესენი ქრისტეს სწავლებას არ მისდევენ და შესაბამისად დაწერილია, ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არ ჰყავს ღმერთიო. ამ საპატრიარქოს მოღვაწეებმა იციან ხოლმე ამის თქმა, ჩვენთან არს ღმერთიო და ამ დროს მათთან ღმერთი არ არის. ამას ესენი ამბობენ, რომ ჩვენთან არს ღმერთიო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი დაშორებულები არიან ქრისტეს მოძღვრებას. ეხლა მე წავიკითხავ იოანეს გამოცხადების 22 თავის 16 მუხლიდან. აქ უფალი საუბრობს, აქაც სიცოცხლის წყალს უწოდებს თავის სწავლებას და მოდით აბა წავიკითხავ ახლა. მე იესომ მოვავლინე ჩემი ანგელოზიო, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ესო. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. სული და სასწლო ამბობენ, მოდი, მსმენელმაც თქვას, მოდი. წყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. ესე იგი სიცოცხლე, ესე იგი აი სად ეპატიჟება იესო ქრისტე?
ადამიანებს. მოდიო, მსმენელმაც თქვას, მოდი, წურვალი მოვიდეს და სურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. სად ებატიშება? წმინდა წერილთან. იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვების სწავლება, რომელიც არის სიცოცხლის წყალი, ჩაწერილი არის ბიბლიაში და ესე იგი თვითონ იესო ქრისტე მოგვიხმობს თავის წმინდა წერილთან. სული და სასწლო ამბობენო. აქ სული ამას თვითონ უფალი ამბობს, რომ იგი არის სული და სასწლოში მოიაზრება თვითონ იესო ქრისტეს დადგენილი ეკლესია, ის ქრისტიანები, ესე იგი, ვინც იყვნენ მოციქულები მისი, რომლებსაც უბრძანა ამ სახარების გადაგება ადამიანებისთვისაც და ასევე დანარჩენი სხვა ქრისტიანები, ვინც ქრისტეს მოციქულებთან ერთად იყვნენ, ხო? და ესე იგი, იესო ქრისტე და მისი ეკლესია ჩვენ გვიხმობს თავის წმინდა წერილთან. მოდიო. იქ უნდა, ესე იგი, ამ წერილთან უნდა მიხვიდე და წერილიდან უნდა მიიღო უსასყიდლოდ სიცოცხლის წყალი. ახლა ეს წყალი რომ ღვთის სიტყვის სიმბოლოდ არის თუ მეტაფორად არის გამოყენებული, ეს ჩანს ბიბლიის სხვა ადგილებშიც. აიყურეთ რამდენიმე ადგილს გაჩვენებთ ახლა, სადაც პირდაპირ სიცოცხლის სიტყვები, აი ეს ფრაზა არის გამოყენებული და ეს იგივე სიცოცხლის წყალია, რომელზეც უფალი იესო ლაპარაკობს. ეს ადგილი არის იოანეს სახარების მე-6 თავიდან. ეს იოანეს სახარების მე-6 თავში ჩაწერილი არის იესო ქრისტეს ქადაგება, რომლის დროსაც მრავალმა მისმა მსმენელმა იესო მიატოვა. და მაშინ იესომ უთხრა მათ, რომ თქვენს ხომ არ გინდა თუ წასვლაო და სიმონ პეტრემ მიუგო მას, უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენ აგაქვსო. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. აიყურეთ, პეტრე ეუბნება უფალს, რომ საუკუნო სიცოცხლის სიტყვებიო შენ გაქვსო. და უფალი სამარიელ ქალთან ამბობდა, რომ მას ჰქონდა სიცოცხლის წყალი. სიცოცხლის წყალი ჰქონდა მას. და ასეთი პარალელებით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ საუბარი იყო სიტყვაზე, ესე იგი საუკუნო სიცოცხლის სიტყვები, რომელიც აქვს იესო ქრისტეს და რომელსაც უსასყიდლოდ აძლევს ყველა მწყურვას, აი ვინც მოწყურებულია და უნდა რომ ღვთის სიცოცხლის სიტყვები მოისმინოს, მიიღოს, დალიოს. სიტყვები უნდა მოისმინო და ირწმუნო. და ეს არის სიცოცხლის წყლის დალევა. დააკვირდით ახლა, ეს არის ფილიპელთა მიმართ წერილის მეორე თავი, ქალაქ ფილიპეში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა პავლე მოციქულმა ეს წერილი, სადაც მათ ეუბნებოდა ასეთ რამეს, რომ ყველაფერიო აღასრულეთო, უდრტვინველათო და უყოყმანოდო. უყოყმანოდო, ამას თავისი კონტექსტი აქვს. ხო, მაგრამ აქედან გავაგრძელებ მე. ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი ღვთის უმციკლო შვილნი უკუღმართ და გაღწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც ნათობნი სამყაროში, სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ
ვიღუწოდი. აი ყურეთ აქ პავლე მოციქული იყენებს სიცოცხლის სიტყვის მფლობელნიო, აი ამ წინადადებას, აი ამ წინადადებაში, აი ამ სიტყვებს იყენებს, რომ ქრისტიანები არიან სიცოცხლის სიტყვის მფლობელები. რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ ქრისტიანებს გვაქვს სიცოცხლის სიტყვები, რომლებიც იესო ქრისტესაგან მივიღეთ მისი წერილიდან, მივიღეთ ამ შემთხვევაში დღევანდელ საუკუნეში უკვე ქრისტეს სიცოცხლის სიტყვები მიიღება ქრისტეს წმინდა წერილიდან და ჩვენ ესე იგი მე როცა ეს სიტყვები მივიღე, ახლა მეც მაქვს ეს და შემიძლია სხვა ადამიანებსაც ვახარო.